აწიე ხელი თუ კლასში ჯგუფური სამუშაოების დროს ყველაფერი შენი გასაკეთებელია. ასეთ დროს საშინელი უსამართლობის გრძნობა მაწუხებს. ჯგუფში ყველაფერს მე ვაკეთებ. არავინ არაფერში მეხმარება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველას ერთნაირი ქულა გვეწარება. ვერ ხვდები საერთოდ რა საჭიროა ჯგუფური სამუშაო. თუ მართლა ჯგუფური არ არის. თუ შენს გქონია მსგავსი შემთხვევა, ეს რჩევები გამოგადგება. პირველი, ჯგუფში ყველამ წინასწარ გადაინაწილეთ საქმე. სანამ პროექტის გაკეთებას დაიწყებთ, ჯერ შეთანხმდით, ვინ რა საკითხზე იმუშავებს. მაგალითად, რომელი დახატავს, რომელი დაწერს, რომელი ტექსტს მოიძიებს და სხვა. ასევე ზუსტად შეთანხმდით, ვის რა დროს უნდა ჰქონდეს სამუშაო დასრულებული. შენ პასუხისმგებლობა აიღებ მხოლოდ იმაზე, რაც შენ გევალება და არ გააკეთო არაფერი ზედმეტი. მეორე, თუ გუნდი არ მუშაობს, ხმამაღლა და ცხადად გამოთქვი უკმაყოფილება. ჩხუბი არ დაიწყო, მაგრამ თუ არაფერს ეტყვი, ასე შენი თანაგუნდელები ჩათვლიან, რომ ყველაფრის მარტო გაკეთებაზე თანახმა ხარ. მესამე, თუ არაფერმა გაჭრა, მაშინ მასწავლებელს თხოვე ჯგუფი შეგიცვალოს. თავი დამნაშავე და არ იგრძნო იმის გამო, რომ არ გინდა ყველა საქმე შენ აკეთო. და ისე ჯგუფური სამუშაოები უფრო გიყვარს თუ ინდივიდუალური? დაგვიწერე კომენტარებში.